გამარჯობა, მე ლიკა ვარ, აგროფორსის აგრონომი და ეს არის რუბრიკა აგრონომის რჩევები. სადაც მარტივი და პრაქტიკული რჩევებით დაგეხმარებით გაიღრმავოთ ცოდნა და გაზარდოთ თქვენი მოსავალი. დღევანდელი დღის თემა იქნება ნიადაგი და რატომ არის ის ფერმერის ყველაზე ძვირფასი რესურსი. ნიადაგი არ არის უბრალოდ მიწა, ის არის ცოცხალი სისტემა, რომელშიც სიცოცხლის მთელი ციკლი მიმდინარეობს. ის იქნება ათასწლეულობის განმავლობაში, მაშინ როდესაც ქანი იშლება სიცხის, სიცივის, ქარის და წვიმის მოქმედებით. საქართველოს საფარი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა რეგიონში კულტურების დიდი მრავალფეროვნება გვხვდება. ვაზი, ზეთისხილი, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ციტრუსიც კი. და მაინც რა არის ნიადაგი? მისი პირველი კომპონენტი არის მინერალური ნაწილი. ქვიშის, ლამის და თიხის ფრაქციები, რომლებიც ქანების დაშლის შედეგად მიიღება. ისინი განსაზღვრავენ ნიადაგის სტრუქტურას, წყლის შეკავების უნარს და ქმნიან ნიადაგის ნაყოფიერების საფუძველს. მეორე, ეს არის ორგანული ნაწილი, რომელიც შედგება მცენარეთა ნარჩენებისგან, ჰუმუსისა და მიკროორგანიზმებისგან. ეს ნაწილი უზრუნველყოფს საკვები ელემენტების ბუნებრივ ციკლს, სტრუქტურის გაუმჯობესებას და მცენარეების კვების პროცესს. მესამე კომპონენტი მოიცავს ჰაერს და წყალს. სწორედ ნიადაგის ფორებში არსებული წყალი და მასში გახსნილი ნივთიერებებით იღებს მცენარე ფესვების საშუალებით საკვებ ელემენტებს. სწორედ წყლისა და ჰაერის სწორი ბალანსი უზრუნველყოფს ფესთა სისტემის ოპტიმალურ განვითარებას. ამ სამი კომპონენტის ურთიერთბალანსი არის დამოკიდებული ნიადაგის ჯანმრთელობა, რომლის ოპტიმალური განაწილება ჰაერისა და წყლისთვის არის 25-25%, ჰუმუსისთვის 5%, ხოლო დანარჩენი მინერალური ნაწილისთვის 45%. თუ გსურთ უკეთესი მოსავალი, პირველ რიგში აუცილებელი არის ნიადაგზე ზრუნვა, რადგან ის არის ბუნების ლაბორატორია, სადაც დღეში მილიონობით რეაქცია ხდება, შეუმჩნევლად და უხვოდ. მცენარე ივითარებს ფესვებს, იზრდება და გვაძლევს ნაყოფს. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. მომდევნო ვიდეოში კი ვისაუბრებთ, რა არის ნიადაგის ნაყოფიერება და როგორ შეგვიძლია მისი გაზრდა.